მოგესალმებით. დღეს ახლა ჩვენ განვიხილავთ ინფლაციის საკითხს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ინფლაცია არის ერთ-ერთი ისეთი საკითხი, რომელიც მოსახლეობასაც ეხება და განვინახავს ახდენს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ამ შემთხვევაში მე რეალური ეკონომიკის რეალური ზრდის მაჩვენებელს გულისხმობ. და ბუნებრივია არის შეფასებებიც, რომ მაგალითად აი ინფლაცია არის მაღალი, მაგალითად გულისხმობ, რომ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი, მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3% მოგეხსენებათ და მაღალი ინფლაცია ბუნებრივია არ არის სასურველი. ოქტომბრის მონაცემებს ვამბობ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი არის 5.2%, მაგრამ შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, მაინც უფრო არის პოლიტიზირებული და სპეკულაციურიც და არა რეალური საექსპერტო თვალსაზრისით. რეალურად ინფლაცია როცა არის მაღალი, ეს ეკონომიკისთვის არ არის თლად კარგი, მაგრამ მეორე თემა არის თუ როგორ ხდება ამ თემის, ესე იგი, პოზიციონირება, ანუ როგორ ხდება მისი პოლიტიზირება. ესე იგი არის შეფასება, რომ ბანკს გაექცა ინფლაცია და მეორე რომ ესე იგი შენელებულია ეკონომიკური ზრდა და შენელებული ეკონომიკური ზრდის პირობებში მაღალი ინფლაცია მიანიშნებს კრიზისულ ფაქტორებს ზოგადად ეკონომიკაში. ეს არის შეფასება, რომელსაც თალკეული ექსპერტები, თქვათ ესე, ოპოზიციური გადახრის თუ განხრის ექსპერტები ახდენენ ამ თემის აქტუალიზაციას. ბუნებრივია აქ საუბარი დგება იმაზე რეალურად რა ხდება, თქვათ იგივე ინფლაციასთან მიმართებაში და თუნდაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში. დავიწყებ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს, რომ ვითომ შენელებულია. მოგეხსენებათ, შარშანტელთან შედარებით შეიძლება არის შემცირებული, მცირედ. მაგალითად 9.4% იყო შარშანტა წელს არის ყველა პროგნოზით, მათ შორის სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს მთავრობის არის სავარაუდო 7.5% წლიური და პირველი 10 თვის მიხედვით მოგეხსენებათ არის 7.7%. ეხლა დიდია თუ მცირეა, ამას მოწმობს სხვა ქვეყნებში როგორია და როგორია ზოგადად განვითარების დინამიკა რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. საქართველოს სავალუტო ფონდის შეფასებით 24-25 წლებში მსოფლიოში ექნება ძალიან მაღალი ეკონომიკური 18% არის რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება 18%, რაც არის მსოფლიოში მეორე შედეგი. ანუ ეს მაჩვენებელი არის გაცილებით მაღალი, ვიდრე არის რეგიონში, ვიდრე არის ევრაზიაში, თუ გაინტერესებთ ევრაზიას გულისხმობ ინდოეთსაც და ჩინეთსაც და ევროკავშირზე თავისთავად, რომელსაც იცოდათ შემცირებული აქვს ეკონომიკური ზრდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. ასე რომ პირველი თემა, რომ ეკონომიკური ზრდა არის შენელებული, არის ეს თქვათ უტრირებული. ეხლა მეორე თუ როგორი არის ინფლაცია? ინფლაცია არის 5.2% და ბუნებრივია, როცა არის თემის თავისებური სპეკულირება, ეს არის მინიშნება ეროვნულ ბანკზე, რომ ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში არ ასრულებს თუ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, რომელიც არის ფაცების სტაბილურობა. ესეც არის კანონმდებლობა. მაგრამ ინფლაციის შეფასება უნდა მოკლე და შედარებით ხანგრძლივი პერიოდის ზეგავლენით. ანუ როგორია საზომი ზოგადად ინფლაციის, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. ანუ რა სასაქონლო ჯგუფებზე ხდება ფასების ზრდა. პირობითად აქაც გასაგები რო იყოს, უფრო ვიტყვი, რომ არის შედარებით, ესე იგი, მერყევი სასაქონლო ჯგუფები, ანუ სადაც იცვლება ხშირად ფასები და არის შედარებით ხისტი სასაქონლო ჯგუფი, სადაც უფრო სტაბილურია აკროლ დროის განმავლობაში ფასები. ზოგადად რა არის ინფლაციის მატების მიზანი? შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის თუნდაც ცვალებადი სასაქონლო ჯგუფებიდან გამომდინარე, პირველ რიგში მე გულისხმობ სურსათზე ფასებს, რომელიც გაზრდილია, უნდა ვთქვათ,
დაახლოებით 10-12% და მან გავლენა მოახდინა ბუნებრივია ინფლაციის საერთო მაჩვენებელზე. მაგრამ ეს ცვალებადი საცეკვაო ჯგუფები, მაგალითად, რო ავიღოთ იგივე სიგარეტზე ფასები, იგივე მაგალითად ენერგომატარებლებზე ფასები, ესეც ცვალებად ჯგუფებში გადის და რო გამოვაკლოთ საერთო ინფლაციურ დონეს, ჩვენ ვნახავთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი დამური უკვე მათი გამოკლებით არის მიზნობრივზე ქვემოთ. ანუ 3%-ից ქვევით დაახლოებით 2.4%-ია. ასევე ძალიან საინტერესოა, გარდა საცეკვაო ინფლაციისა, თუ როგორი არის მომსახურების ინფლაცია, ანუ მომსახურების სერვისების ფასები. აქ ინფლაცია ასევე არის დაბალი, მიზნობრივზე და არის 2.5%. ამას შემთხვევით არ უსვამ ხაზს. კიდევ ერთი ფაქტორი არის, თუ როგორ არის იმპორტირებული საქონლის, ესე ვთქვათ, კლიური ცვლილება პროცენტულად. եթե დაახლოებით არის 0%-იან ფარგლებში, გასაგები აქ გარკვეული როლი ითამაშა იმანაც, რომ მაგალითად საწვავზე ფასები აი ამ პერიოდში არის შემცირებული საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასების შემცირებიდან გამომდინარე. აი ეს არის რეალობა. ეხლა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება როცა ხდება, სწორედ ამ ფაქტორებს უყურებს. ანუ ეს არის ხანგრძლივი მოქმედების, ესე ვთქვათ, ეფექტი ინფლაციაზე თუ ხანმოკლე. ცვალებადი ფასები თავის ბუნებიდან გამომდინარე არ არის ხანგრძლივი მოქმედების, არის ხანმოკლე მოქმედების ეფექტის მატარებელი და აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკს დღევანდელი მონაცემებით შეუძლია არ ჩაერიოს, ანუ არ მოახდინოს მონეტარული განაკვეთის ზრდა. მაგალითად, მონეტარული განაკვეთი როცა ძვირდება საკრედიტო რესურსი და ასევე გარკვეულად ახდენს ზეგავლენას ეკონომიკურ აქტივობაზე. აი ეს არის რეალობა და აქედან გამომდინარე რახან ამას არა აქვს ამ ინფლაციას. ესე იგი, უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების მატარებელი ეფექტი ეროვნული ბანკი აბსოლუტურად სწორად მოექცა, რომ მან არ მოახდინა მონეტარული განაკვეთის ზრდა, ანუ გაძვირება და ბუნებრივია ეს ამ სცენარისთვის, ანუ დღევანდელი მონაცემებისთვის არის სწორად. შემდეგი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ცნობა მოგეხსენება დეკემბერში იქნება და ეროვნული ბანკი ბუნებრივად დააკვირდება ტენდენციას თუ როგორია და ყოველ შემთხვევაში ყოველთვის არსებობს რამდენიმე სცენარი, მაგალითად მაღალი ინფლაციური სცენარიც, რაც გამოდის იქიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ უფრო ხანგრძლივი ზემოქმედების ეფექტი ექნება ამ თქვათ მერყევი ფასების მქონე პროდუქციას, ანუ საქონელს, მაშინ ეროვნული ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გაზარდოს მონეტარული განაკვეთი, არაფერი ამაში პრობლემური არ არის. მას აქვს ყველა ბერკეტი, რომ ეს გააკეთოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება შევაფასოთ ეს ინფლაცია, დროებით მაღალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალაც იქნება მაღალი, თუ ბუნებრივია, კიდე ხაზს ვუსვამ, გარე ფაქტორები არ იქნება მისი, ესე ვთქვათ, მაპროვოცირებელი, მე ვგულისხმობ გლობალურ ფაქტორებს, მათ შორის ისეთ ფაქტორებს, რომელთაც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ბაზრებზე ფასების და მაგალითად იგივე მიწოდების ჯაჭვების გააკეთებულად შეფერხება. აი, კონფლიქტებიდან გამომდინარე, რომელიც სოფლიოში არის. აქედან გამომდინარე, როგორია პროგნოზი, უნდა ვთქვათ, ყველა საინტერესებს, მაგალითად ალბათ მომავალი წლის, საშუალოდ 6 თვიან პერიოდში შეიძლება შევაფასოთ, ალბათ იქნება ინფლაცია დაიწევს და იქნება 4%-ში. ეს არის ზოგადი შეფასება და ალბათ შემდგომში უფრო შეგვეძლება საუბარი და ალბათ მიზნობრივსაც დაუახლოვდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ აი ამ ცვალებადი ფასების ეფექტს აქვს მაინც ხანმოკლე ზემოქმედების მაჩვენებელი. ეს არის ყველაფერი, რომელიც ყველაფერი საერთო არ აქვს. არც იმასთან, რომ ეროვნულ ბანკს ინფლაცია გაექცა, ასე ვთქვათ, ყველა სათაურებთან, როცა ის ვეღარ ასრულებს ფასების სტაბილურობის ფუნქციას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო წმინდა პოლიტიზირებული შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ამ დროს ეს არის ცოტა აცდენილი და რეალურად აცდენილი
იმასთან, რაც გვაქვს რეალური მაჩვენებელში. თქმა უნდა, როცა ეკონომიკური დაზეა აპარაკი, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ იქნება მომავალი წლების ეკონომიკური განვითარების დინამიკა, მოგეხსენებათ ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ რომ თქვათ, იგივე სავალუტო ფონდის პროგნოზი უკვე როგორია, თქვათ 2025, თქვათ 2028 წლებში, მომავალი წლების საშუალო მაჩვენებელი რო ავიღოთ, საქართველოს ექნება ასევე ყველაზე მაღალი და სხვათა შორის ამ კონსერვატორული შეფასებითად იგივე რეგიონში და იგივე ევრაზიის კონტინენტზე ყველაზე მაღალი უნდა თქვა საშუალო სავალუტო ფონდის პროგნოზი არის წლიური ზრდა რეალური ეკონომიკის 5.5%. აი ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ და იგივე ინფლაცია ჩვენ უნდა ველოდოთ ინფლაციის შემცირებას გამომდინარე ამ ინფლაციის გამომწვევი ცვალებადი ფაქტორიდან, ანუ მოკლევადიანი ფაქტორებიდან.